ხოცები რაც მოვიდნენ, სულ ეპითეტების ზებნაში ვართ. ჯერ უნიათოებს ვეძახდით, მერე შტერებს, მერე უტვინოებს. დღეს კი უკვე პიტალო აი, ლუდით რომ დაიწყებ, არაღზე გადახვალ და 80 გრადუსიანი სამნახატი დაამთავრებ, ასე აუწიეთ გრადუს თვალს და ხელშუა. იმიტომ რომ იმათაც აუწიეს და აუწიეს სულ. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რამდენად ადეკვატურია სიტყვა ქაჯობა. რის ჩადაცვლება შეუძლია და რამდენად სრულად გამოხატავს რეაქციას თბილისის საახალწლო სლოგანზე, რომელიც კალაძეს მოუფიქრებია თურმე. სიკეთით სავსე ქალაქი. იქნებ კალაძესაც არ მოუფიქრებია, მაგრამ ნებისმიერზე ალალია. ერთი არაცდეს არც ერთს. ქაჯობაა თუ არა თბილისის გარე დაბადება. რა თქმა უნდა არა. 01 დაიწყება პირადი ნომერი თუ 51 არაფერს წulis. ციფრებია მხოლოდ. ქაჯობაა თუ არა 800 ქურთთან მეგობრობა და მათი აღიარება მორალურ ავტორიტეტებად. გააჩნია საიდან შეხედავ. ყველას თავისი წარსული აქვს და არც ქურდია ყველა ერთნაირი. განსაკუთრებით თუ ძველი თაობისაა. თუ კი ვინმე არის ასეთი დარჩენილი, მაგრამ არ მგონია. ქაჯობაა თუ არა რაჭკაპურისა და კიმჩენინის გამონაცვალი შარვლებით სიარული. ალბათ არც ეგ. რა კი შეგიძლია რომ მოდის ტენდენციებით ახსნა. ვინ არის ჩვენი ოტკუტურიე ბიჭიო? ქაჯობაა თუ არა ძვირიანი სპორტული მანქანებით გატაცება. არა, მაგ საქმეს ბევრი მოყვარული ყავს ასევე. ქაჯობაა თუ არა მომღერალ ნავაი ბაკიროვთან მეგობრობა. არა, რადგან შარვლების არ იყოს ყოველთვის იტყვი რომ გემოვნებაზე არ დაობენ. ქაჯობაა თუ არა რამზან კადიროვის ძმაკაც ხამზად ჩიმაევთან ძმაკაცობა. არა, რადგან სპორტიც ბევრნაირი შეიძლება გიტაცებდეს. აბა რაღა არის ქაჯობა? აი როცა ყველაფერი ეს ზემოთ ჩამოთვლილი ემთხვევა ერთმანეთს. დაბადების ადგილის გარდა. და როცა ამას კიდევ ემატება ულევი ფული ბევრი კითხვის ნიშნით წარმოშობის შესახებ. როცა ამას ემატება ჟურნალისტი გოგონების ლანძღვა რა მახინჯები ხართ. თან ამ დროს როცა ლამაზები არიან. როცა ამას ემატება რუსეთთან ან ბელარუსთან გაფორმებული მრავალი მილიონის კონტრაქტები. როცა სცენაზე აატარებენ და ჩაატარებენ ვარდისფერ კუბოებს. როცა შენი კარიერისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანთან და შენგან განსხვავებით ნამდვილად მსოფლიო ვარსკვლავთან ანდრეი შევჩენკოსთან მისასვლელი პირი არ გაქვს. როცა შენ საარჩევნო ბანერს პოლიცია და მეტადონის საძმო ერთად ყარაულობს დღე-დაღამე. ემად ვინმე მრამე არ მიახატოს ან ძალმა არ მოისაქმოს. როცა რიგითობით ყველა ხელისუფლების პირველი მეხუთბე იყავი. ახლა კი იუმორში თვით ივანაშვილს ბაძავ. როცა შენთვის ნაძვის $100-იანებით რთავ, ჩვენთვის კი ამ ეური ქაჯური ტყუილებით. აი ეგ ყველაფერი ერთად არის ქაჯობა. როცა ღმერთმა მოგცა კუნთი და დაგაკლოთ ზარღვი. თავარი, შუბლის ზარღვი. და როცა შეგიძლია ქიმიური იარაღით მოწამლო ქუჩებსა და ქალაქს, აკადრო სიტყვები სიკეთით სავსე. ეგრე აივსეთ, მაგ სიკეთით, შენც, შენი მყარებელისა და შენი ხაზეინიც. სნობი მგოდამ.